იმედზე მას ეს არ უთქვავს, უნდა ითქვას, რომ ის ყოველთვის მიდის კომფორტულ გარემოში, ბოლო პერიოდში ჟურნალისტებთან სასაუბროთ, ან იწვევს თავისთან ჟურნალისტებს, რაც მას დისკომფორტს უქმნის ხოლმე და შემდეგ ემოციურად მძიმედ მიდის ინტერვიუები, თუმცა ბოლოს მან არჩია ტელეიმედის სასაუბროთ, მისი გამოსვლა იყო ჩანაწერში, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ეს იყო გამონტაჟებული შემდეგ, ეს არ იყო პირდაპირ ეთერის პირდაპირი მასალა და იქ ჩვენ ნახეთ უფრო 7 ლიდერი ქართული ოცნების, რომელიც თავდაჯერებული იყო იმაში, რომ საზოგადოებამ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს არჩევანს ნაციონალურ მოძრაობაზე. სწორედ ეს არის მთავარი კამპანიის მთავარი ნაწილი დღეს ქართული ოცნების სამზურობშვილის სასარგებლოდ, რომ საზოგადოებამ არ გააკეთოს არჩევანი იმაზე, რაც უკვე წარსულია, არა ნაციონალურ მოძრაობას, არა ნაციზმს. ჩვენ ხედავთ სრულ ჩართულობას ყველა შემადგენლის, ყველა ტიპის მხარდამჭერის, მათიც ვინც არ იკვეთებოდნენ ასე პირდაპირ მასში ქართულ ოცნებასთან, მეორე ტურის წინ უკვე ხელოვნებაში მაქვს მაგალითად პატრიოტთა ალიანსის კამპანია, ხელოვნებაში მაქვს არასამთავრობო მოგვიანებით შექმნილი არასამთავრობოების კამპანიები. აი ჩვენ დღეს ხედავთ უკვე რომ ავტობუსებით რეგიონებში მაგალითად ორგანიზებულად ამორჩეველი გადახავს ახალ მოძრაობას არანაციზმს და ამ სრული ჩართულობით უკვე დღის ბოლოს ჩვენ ნახავთ რა შედეგი დადო ქართულმა ოცნებამ მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. ბიძინაიმაშვილი ემზადება კომენტარისთვის, მედია მობილიზებულია, ნახოთ რა განწყობებს გამოხატავს დღეს ივანიშვილი და რა აგზავნილი ექნება მას აუდიტორიისთვის, ამორჩევლისთვის.